უპრობლემოდ განადგურებულიც აყავს ნახევარი ესა რა ქვია. ნახევარზე მეტი ამერიკული სამხედრო ბაზები. ამერიკული ფლოტი ახლოს ვერ სუნავს. ჩაკეტილი აქვს ორმუზის სრუტე. უქმნის ყველანაირ პრობლემას. ისრაელი დაბომბვის ქვეშ აყავს. ამიტომ ირანის პირობები უფრო არის და რა პირობებს წამოაყენებს ირანი კაცი შვილმა არ იცის მოლაპარაკებაო ირანელები ამბობენ ჩვენ ამათთან სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს არც უნდა გქონდეთ ტრამპის ბოდიალი და ტრამპის ავადმყოფობა რა უნდა დაიჭირო წინა 12 დღიანი ომის დროს გამოვიდა და გამოაცხადა ჩვენ სამუდამოდ გავაჩერეთო ირანის ბირთვული პროგრამაო და დღეს გამოეთრია და თქვა რომ ჩვენ რო ახლა არ დავსხმოდით თავზეო ორ კვირაში ბომბი იქნაო შექმნილი. ამიტომ რომელი მხარეს უფრო მეტი ადრე მიაღწევს თავისი ინტერესის გატანას, იქ უფრო მეტი ადრე დამთავრდება.